მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზავნებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვას და დღეს გვექნება რეჟიმი, კითხვა-პასუხის რეჟიმი. მანამდე სანამ უშუალოდ ვიდეოს დავიწყებთ, ამიტომ გთხოვთ, ვინც ჩვენი მაყურებლები ხართ, ეს ვიდეო მოიწონოთ, გააზიაროთ, დააკომენტაროთ და ვისაც ფინანსურად გვერდში დგომა გინდათ ჩვენი ამ ვიდეოს ქვევით იქნება ჩვენი საბანკო რეკვიზიტები. თქვენც ჩვენ ფულს ვაგროვებთ კომპიუტერისათვის, რათა უფრო მეტი ვიდეოების გადაღება მოხერხდეს და ამ ვიდეოების რედაქტირება მოხდეს უკვე კარგ მაღალ ხარისხში. ასე ვაპირებთ მათი სახარების დაწერას ებრაულ ტრადიციის შუქზე და ამიტომაც გვერდში დაგვიდგეთ პირველ რიგში ლოცვით და ვისაც გულში ჩაგიდება ჩვენი ფინანსური დახმარება, ბატონო, მოფორმო გაკეთოთ თქვენ ყველა კეთილ საქმეში. მაშასე, დავიწყეთ. გიორგი შაბათზე რო ვილაპარაკოთ, აი მაინტერესებს რა არის შაბათის სინამდვილე. შაბათი როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა? ოღონდ ისე როგორც ნამდვილად რჯულშია და როგორც იესო ასწავლიდა. და არა ფარისეულები რო ეუბნებიან მაგათად რომ სარეცელის აგების ნება არ გაქვს. და ის კიდე პასუხობს რომ ვინც განკურნა, მან მითხრა რომ სარეცელი აიღეო. აი შაბათის სინამდვილე მაინტერესებს ნამდვილად როგორ უნდა დაიცვას ადამიანის შაბათი. ოკეი. ვიცი ძალიან დიდი თემაა ეს. ხო და აი მინდა რომ მოკლედ თქვათ ახლა ეს ყველაფერი. პირველ რიგში მოდი ვთქვათ რომ თვითონ სიტყვა შაბათი ებრაული სიტყვა ნიშნავს უქმობას. შაბათი ეს უქმობა, ანუ არაფრის კეთება. არაფრის კეთება, რომელსაც ქვია აბოდა. აბოდა, რასაც ქვია სახურება. აბოდა. ოვედ სახურებს. ანუ ასეთი გამოთქვა კიდევ ეგრეს. אנחנו מועבד-לכם. ანუ ჩვენ მუშაობთ ღმერთს, ესეთი ნათქვამი აქვს. ხო და ის სამსახური, რომელიც შენ გაქვს, ყოველდღიური, 6 დღე, რომელიც უნდა იმუშაო, შაბათს არაკეთება არის. ანუ შაბათს სისტემა არის ორდანწილად იხურა. 6 დღე მუშაობ, რათა მე-7 დღეს მიუკ. ესაა პრინციპი. ძალიან ბევრი დღე იმუშავე, ესე დარგობაში არის. სამსახურზე არ იგულისხმება, მაგ ზოგს ძალიან არაპრაქტიკულად მიაჩნიეს. მაგრამ ზოგს გონია რომ აი მაგალითად სამსახური თუ 4-იანი სამსახური თუ მაქვს და დანარჩენი რა გავაკეთო. თუ ისა მაქვს, ეს ასე არა. ნებისმიერი სამსახური, რომელსაც შენ აკეთებ, რომელსაც შენ ჭირდება შენი ძალის ხმევა, ეგ ითვლება მუშაობა. მუშაობა, რომელიც შენ მუშაობ 6 დღე. სამსახური რატოა ადამიანს ატოჭირდება? რათა ადამიანი არ გაზარმაცდეს. ადამიანი რო შექმნა, მერტმა რა უთხრა ედემის ბაღში. გამუშავეთ მიწა და დაიცავით. ანუ მერტმა ფუნქცია მიცა ადამიანს. ფუნქცია. რასაც ჭირდება, ეგ არის მუშაობა, ხო, მაგას იძახ. ხო, ძალისხმევა, რასაც შენი ფიზიკური შრომა, რასაც ჭირდება, ზოგი ფიზიკურად მუშაობს, ზოგი გონებით მუშაობს. გააჩნია სამსახურსაც, ზოგი რომ ისა. მე რაც შეეხება შაბათის უშუალოდ ამ დღის დაცვას, რა ხდება? მე ხო გითხარი, ებრაელებმა რა სიტყვა თქვეს, ათმცნება რომ მიიღეს. და ასევე ისმა ყველაფერს გავაკეთებ და მოვისმენ. აი ეს მოსმენის პრობლემა დაიწყო და თავი მოიტანა რომ შაბათის წარმოდგენა ეს მოერთ დამახინჯებულად მათ. იესოს დროს. მათთვის სიკეთის კეთება უკვე შაბათის დარღვევა იყო. აი ამ სარეცლის აღებაში რა ხდება? სარეცლის აღება ეს იყო ითვლებოდა თალმუდში წერია მიშნაში. ადამიანი რომელიც იწვა იმ ლოგინზე, ის ლოგინი იყო მისი სახლი. მის სახლით ითვლებოდა. ამიტომ ის ითვლებოდა რომ სახლი მიქონდა, სახლის რემონტს აკეთებდა, ეგრე გამოც. ჩვენებული ხდები? ამიტომაც იყო ეს აკრძალული, რომ შენი სახლი იმაშობა, მაგრამ ისო განიკურნა, ის აღარ იყო მისი სახლი. ამიტომ ის იყო იესოს თალმუდის თემით რომ მივუდგეთ.
იესო სულთა გალახის წესით იმოქმედა. გალახა ეს არის ცხოვრების წესი. სიარული გალახა, სიარულს ნიშნავს. ცნებებში სიარულს ქვია რა ამასა. გალახაში არის ესეთი ცნებები. როდის შეიძლება იყოს გარღვეული თალმუდი, ცნება როდის შეიძლება არ უნდა. ამათი არის მოსაზრება, რომ შეიძლება სარეწელის აღება იყოს გაშვებული, როდესაც შენ სახლში ხარ და უბრალოდ რემონტს აკეთებ, ან ალაგებს ახლა შაბათს აიღებ შენ ლოგინს და გაიტან გარეთ, ეს უკვე სამსახურში გექნება და ეს გარღვევა ცნების. მაგრამ როდესაც შენ უკვე ადამიანი რომელმაც მიიღე განკურნება და შაბათს ისო განკურნება მიიღე და შენ იქ არანაგვიანებ ამ ადგილს, ანუ შეიძლება შენმა სარეცელმა ვიღაცასთვის ადგილი გარემოება დააბინძუროს ან რაღაცა, ამ დროს ეს აღარ იქნება შაბათის დარღვევა. და იმათვის არ იყო მე ეს ცნობილი? იყო ცნობილი, მაგრამ იესოს ამაში იდეები იყო ამ რომელიც ამ ცნებას ემხრობოდა, ორი სკოლა იყო ძირითადად. შამაის სკოლა იყო და იყო ჰილელის სკოლა. შამაის სკოლა იყო ძალიან კონსერვატორული სკოლა, აი ბუკოლულამდე რომ მიდიან, ასოებზე რომ გამოეკიდება იციან, ხოლო ჰილელის სკოლა უფრო სულიერ მხარეს უყურებდა, უფრო ღრმად. ჰილელი ამ უნდა რომ შაბათს სიკეთის კეთება აუცილებელიცაა. შაბათს თუ შენ კეთილი არ ახარ, შენ ღმერთს ვერ განადიდება. ანუ შენ თუ შაბათს მეზობელს სახლი ეწოს, შენ არ დაეხმარა მიწეს ხრიჩაკრობაში. ხო არ იტყვი? ხო, ანუ და დღეს სამწუხაროდ ქრისტიანების 90% ამ დონეზე ისმის, რომ შაბათი ამას ნიშნავდა. თუ იესო არ ღვივდა შაბათს. თუ იესო შაბათს არ ღვივდა, მაშინ იესო არ ყოფილა სულყოფილი მსხვერპლი, მან რჯული დაარღვია ის ცოდვილია. მაგრამ ეს გამორიცხული აბსურდია, ხო? ამიტომ იესო რასაც ამბობს, რომ მე ვარ ბატონის შაბათისა, რაც ნიშნავს, იცი? იესო რაც ამბობს. ზეკაცისა ბატონის შაბათს. ამას შეჟო ეს მცნება მე მომაგეცითო და მისი ნამდვილი არსი მე ვიცი. ამიტომ ისი მომიცინეთ, რასაც მე ვაკეთებ. შაბათს სიკეთის კეთება შეიძლება რათა მეტი განადიდოს. და კიდევ რა მნიშვნელოვანი. ებრაელებს როგორ აქვს შაბათი? აი ებრაულ ტრადიციაში როგორ აგეთქვი? მაგალითად, პარასკევს საღამოს როცა მოდის მზე ჩადის და გამოჩნდება სამი ვარსკვლავი, ეს ებრაულ ტრადიციაში იქნება მეორე დღე, ანუ შაბათის დღე. საზეიმო სუფრა იშლება სახლში, ებრაელებში, ახალებს იცავს ცოლიც, ქმარიც, ეს კონცერტში რომ წასასვლელობს. ხოლო ესე იწყება ზიან ტრაპეზე, რასაც ქვია სუფრა იშლება. ოჯახი შეიძლება ნათესავი იყოს, აპატრიშებული შეიძლება ვიღაცა იყოს. იმას სატრაპეზო ზიან აკურთხებენ ამ დღეს, ჩაატარებენ ამ შაბათის მიღებას, ასე ქვია კიდუშ, შაბათის ისა. ნუ ეს მას კაბალათ შაბათს უზახიან, შაბათის მიღება. ამას ქვია მიღება, შაბათ, კაბალა მიღებას ნიშნავს. მაგრამ აგრეთვე კაბალა ნიშნავს რას იცი? ანგარიშს. ამასაც ნიშნავს. ნუ ისრაელში არის ეგ დატვირთვაც აქვს აბოლას. ანუ კაბალა შაბათ ნიშნავს ზუსტად შაბათის მიღება და შაბათის მიღება ხდება ეს სუფრით ხდება. მოკლედ ამ სუფრაზე რა ხდება? ამ სუფრაზე შემდეგ რო ჭამენ, შემდეგ სუფრის თავარი ვინც არის, იღებს თორას და თორიდან რომელიც წესი გაკვეთილი მოდის, იმ გაკვეთილს კითხულობს. შაბათის სუფრაზე ზის მისი შვილები, ცოლი, ნუ ნათესები და ახლა ესე მის ლაპარაკი ბიბლიაზე. რა თემა იმუშავა, იმ თემასთან დაკავშირებით და ამ თემასთან დაკავშირებით ცხოვრებაში როგორ აპრაქტიკებენ. აი როგორ შეიძლება მე მაგალითად დღეს თორის საკვირაო თავი მაქვს და მთელი ერთი კვირის მანძილზე მე ცხოვრებაში როგორ გავაპრაქტიკებ ამას. ძალიან საინტერესოა ეს. შემდეგ ეს უმთავრდება მეუღლე იღებს და აკურთხებს თავის ცოლს. თავის დიასახლის დალოცავს ლოცავსო გაკურთხოს სარასავით სიბზნე მოცოს რებეკასავით ერთგულება და ასე და ასე. ესეთი დეიმზე შემდეგ იღებს შვილებს აკურთხებს. თუ ორი ყავს ესეთ რამეს, ნუ ყველა შვილებს ასე ლოცავს. კონდესო შულო იყავი გამრავლებული ეფრაიმივითო და მენაშესავით თავდაბალი იყავი. რატო იყავი მენაშეს თავდაბალი? რომ მენაშე პირმშო იყო, მაგრამ ეფრაიმი როცა აკურთხა პირმშოთ მენაშემ არამედ მიიღო ეს როგორც კანონზომიერება. ანუ ესავით არ დაემართა. თავდაბლურად მიიღო. ესე აკურთხებენ, შემდეგ მერე იძინებენ
მერე დილას დგებიან მიდიან სინაგოგაში, მიდიან იქ რაც მისაკვია ლოცვა, საუბრ, მერე მოდიან და მერე უკვე ოჯახთან ერთად არიან, ან სადმე მიდიან სასეინოთ ოჯახ. ანუ ეს არის ოჯახის დღე. ხდები? შაბათი შენ ისვენები ნებისმიერი ყველაფრისაგან, ის რასაც შენ მთელი კვირის მანძილზე აკეთებდი. ანუ ხო ფიქრობდი სამსახურზე იმას მიცემ, ამას რაღაცა იქა, ისა ეს. შაბათს ეს ყველაფერი დახურულია. შაბათს შენ გარდაერთობი სულ სხვა რამეზე, გადართული ხარ შენ ოჯახთან, ნუ კარგად გაატარო დრო. всё. ესაა შაბათი. და ეს რატოა მნიშვნელოვანი? ესაა მნიშვნელოვანი, რომ ეს მიუთითებს მის მეორედ მოსწონს 1000-იან მეთოდს, იესოს მეთოდს. სადაც აღარ იქნება ვრაო საზრუნავი ცრემლიო, კივილი სიკვდილი. ანუ ის რაც შესაზრუნავი აღარაფერი აღარ გექნება. გექჩება შენ მეთთან ურთიერთობა და მეთთან ურთიერთობა შენი ოჯახი ყველაფერი აი ამაზე როცა შენ იცავ შენ ამით წმენით გამოხატავ მე რო შაბათს ვიცავ მე ამით წამს ისმოვა ის ეს არაფერი ეს შტილია ისაა მთავარი აი ეს არის ჩემი წმენის გამოხატულება და თუ შენ ამ წმენის გამოხატულებას აქ არ იცავ ესე იგი შენ არ წამს არც იმის თუ გიყვარს ამტკიცებ საქმეები თუ გიყვარს ასეა ასევე ესაც ეს ძალიან მოკლედ გითხრათ რა არის ბევრი ნიუანსებია რომელსაც თუ გინდა შევეხოთ ახლა ვილაპარაკოთ მაგას თუ გაინტერესებს არა ინტერესია უბრალოდ ფორმატი თუ გვაძლევს საშუალებას თავს კიდევ რამე შეკითხვა არა ჯერად მეტი არა მაქვს მადლობა კარგი იყო მადლობა მეგობრებო რომ გიყურებთ ჩვენ გთხოვთ კიდევ ერთხელ მოიწონოთ ეს ვიდეო დაალაიქოთ გააზიაროთ დააკომენტაროთ თქვენი შეკითხვები კომენტარებში დაწეროთ რა თემები გინდა განვიხილოთ რაზე ვილაპარაკოთ და ჩვენ აუცილებლად ჩავწერთ ვიდეოს გავაკეთებთ ვიდეოს სახით ამ კითხვებზე და ასევე მოგიწოდებთ ვისაც ხუში ჩაგედებათ კიდევ ერთხელ ჩვენი ფინანსური ხარჯაჭერა ებატონო ამ ვიდეოს ქვემოთ პირველივე კომენტარებში იქნება ჩვენი საბანკო რეგისტრი. მადლობა რომ გვიყურე. გაგრძელება იქნება.